ხალხის პარტიის ბათუმის ოფისში პარტიული სიის პრეზენტაცია შედგა სხვადასხვა სექტორში მომუშავე მოქალაქეების ჯგუფმა მსახიობ მანუჩარ შერვაშიძის მეთაურობით ქალაქის მერობის საკუთარ კანდიდატად ხალხის პარტიის ლიდერი ჯუმბერ თავადქილაძე დაასახელა. ამის შესახებ მსახიობმა, რომელიც სამომავლოდ საკუთარ თავს ქალაქის საკრებულოში ხედავს, ხალხის პარტიის ბათუმის ოფისში ისაუბრა. თუმცა აქვე დასძინა, რომ იგი პარტიაში არ გაწევრიანებულა. რაც შეეხება მერობის კანდიდატ ჯუმბერ თავადქილაძეს, იგი მუნიციპალიტეტის პრობლემებს კვალიფიციური კადრების სიმცირეს უკავშირებს და სიის პირველ ნომრად მანუჩარ შერვაშიძეს ასახელებს. პარტიულ სიაში ასევე მოხვდნენ ინჟინერი როინ რიჟვაძე, მწერალი შაქრო ჩიკვაიძე, ექიმი მურმან აბაშიძე და სხვები. ბათუმის მერობა ჩემთვის დიდი პატივია. კარგად ვიცი საქმიანობა და პროგრამები, რომლებიც ბათუმის მერიაში ხორციელდება. ასევე გააზრებული მაქვს, რაზე უნდა მიუმართო ჩემი გუნდის და მერის საქმიანობა. პრობლემას პროფესიული კადრებით შევეჭიდო. მადლობას ვუხდი ბათუმის ინტელიგენციას და გუნდის ყველა წევრს, რომლებმაც განსაკუთრებული ნდობა გამომიცხადეს. მე როდესაც მისი კონცეფცია მოვისმინე იქ და წამიკითხა ყველაფერი რა შეუძლია, მაგრამ გააკეთოს, მე გადავწყვიტე, რომ დავთანხმდე. ეხლა მე ასაკში შესული კაცი ვარ. მე დავთანხმდი ის გულისთვისაც კიდე რომ თუ იქ მე ჩვენ გავიმარჯვებ და მოხვდები საკრებულოში, მე ჩემი საქმე მექნება იქ. ჩემი საქმე მექნება ხელოვნების ხაზით. მე ხლა ციტრუსებზე ვერ დავიწყებ იქ ლაპარაკს და რაღაც სოფლის მეურნეობაზე.